ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, რუსეთის მხრიდან არანაირი აგრესია არ არსებობს. ამის შესახებ პუტინმა სამხედრო საზღვაო ფლოტის დღეს სანქტ-პეტერბურგში განაცხადა. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირები ისტორიას წერენ, ამტკიცებდა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი. რუსეთის ფედერაცია ახლა სამართლიანად მიმართავს უამრავ რესურს სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმატებისკენ. გამარჯვება რუსეთის იქნება. თქვა პუტინმა ქალაქიდან, რომლის პორტი და ლოგისტიკური ობიექტებიც უკრაინის თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გახდა. არა პირველი სიყვარული პუტინის პროპაგანდისტმა სიმონიანმა ახალი წიგნი დაწერა. უკვე დაწყებულია წიგნის წინასწარი გაყიდვა, გამოცემა კი სიმონიანის ქმრის წყლის თავზე იგეგმება. სიმონიანის თქმით, გაყიდვებიდან მიღებული მთელი შემოსავალი დრონების დარტყმებისგან დაზარალებულთა დახმარებას მოხმარდება. ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. შემთხვევა ყვარელში ალაზნის ხიდთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ჯამში 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ხანძარი იყო ლილოს მიმდებარედ სოფელ ნასაგურში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთავარს უთხრეს, რომ დაიწყო სასაწყობე ფართი. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.